ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ადგილობრივებისთვის წმინდა ელიშე იმდენად მნიშვნელოვან რელიგიურ ფიგურად იქცა, რომ ის ადგილობრივი ეკლესიის პირველ მამამთავრადაც კი ითვლება. მის სახელზე აგებდნენ ეკლესიებსაც, რომელთა ნაწილი დღემდე შემორჩა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ცნობით წმინდა ელიშეს ხსენების დღე ამაღლების კვირაში აღინიშნებოდა. თუმცა მე-19 საუკუნის ეთნოგრაფიული ჩანაწერებით ირკვევა, რომ მისი სახელობის ტაძრის დღეობა უდიებით დასახლებულ ვართაშენში აღდგომის მესამე დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათ დღეს აღინიშნებოდა. წმინდა ელიშესთან დაკავშირებულ ამბებს მე-20 საუკუნეში გივი ბეჟანიშვილის მიერ აზერბაიჯანში მცხოვრებ უდიებთან ჩაწერილ ზეპირ ისტორიებშიც ხვდებით. ერთ-ერთი იუდი მთხრობელი ასეთ ამბავს ყვება. გიში ერთი ეკლესია, მისი საძირკველი იეღიშ არაქელამ, ანუ მოციქულმა ელიშემ თავისი ხელით გააულა. ხანი, ანუ ყაენი მოვიდა, იეღიშ არაქელი განდევნა, დაჭრა, ის გაიქცა, ვართაშენში მთის ძირას დაეცა, მისი სისხლი კი მიწაზე დაეწვეთა. იქ ახლაც მისი სახელობის ხატი, ანუ სალოცავია. მერე იქიდან ბუმიის მთაზე წავიდა. იქ გარდაიცვალა. იქაც მისი სახელობის ეკლესიაა. იქიდან მისი მკლავი მოიტანეს ნიჩში, დამარხეს წმინდა იეღიშეს ეკლესიაში. მის საფლავზე აწერია იეღიშ არაქელის საფლავი. მე-4 საუკუნის მოვლენების აღწერისას ალვანთა ქვეყნის ისტორიის მემატიანეები მოგვითხრობენ ალვანელთა სამეფოში ქრისტიანობის გავრცელების ორ ძირითად ამბავს. ერთი ამბავი ალვანელთა პირველი ქრისტიანი მეფის ურნაირის სახელს უკავშირდება. ამ გადმოცემის თანახმად ის სომხეთის წარმოშობით პართიელმა განმანათლებელმა წმინდა გრიგოლმა მონათლა. მეორე ამბის თანახმად ალბანეთში ქრისტიანული ეკლესიის ჩამოყალიბების საქმეს გრიგოლ განმანათლებლის შვილიშვილი წმინდა გრიგორისი ხელმძღვანელობდა. ოფიციალურად სწორედ წმინდა გრიგორისი ითვლება ალვანელთა ეკლესიის პირველ კათალიკოსად. წმინდა ელიშეს მსგავსად წმინდა გრიგორისიც მოწამეობრივად აღესრულა. მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ ყმაწვილმა გრიგორისმა კავკასიის ალბანეთის სხვადასხვა მხარეში ქრისტიანობა იქადაგა და ადგილობრივ ეკლესიას ჩაუყარა საფუძველი, ჩრდილოეთში დაახლოებით დღევანდელი აზერბაიჯან-დაღესტნის საზღვრის მიდამოებში მცხოვრებმა მასკუთებმა ის მოკლეს. მათ წმინდანი ცხენის ძუას გამოაბეს და ცხენი ველზე სარბენად გაუშვეს. ამავე წყაროს თანახმად, მოწამეობრივად აღსრულებული გრიგორისი მისმა მოწაფეებმა დღევანდელ ყარაბაღში მდებარე ამარასის მონასტრის ტერიტორიაზე დაკრძალეს. გრიგორისის მოწამეობრივი აღსასრულის მიუხედავად, კავკასიის ალბანეთში მეზობელი კავკასიური სამეფოების მსგავსად, ქრისტიანობამ ფეხი საბოლოოდ მე-4 საუკუნიდან მოიკიდა. ალბანეთის ეკლესიის მამამთავართა პირველი რეზიდენცია დღევანდელი სამხრეთ დაღესტნის ტერიტორიაზე, ისტორიული დარუბანდის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჩორში განთავსდა. მე-6 საუკუნეში კათალიკოს აბასის დროს საკათალიკოსო ტახტი ქალაქ პარტავში, ანუ ბარდაში, დღევანდელი აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში იქნა გადატანილი.